adopted. 463-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა 13 თებერვალს საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ რეზოლუცია მიიღო. Abstention rejected amendment. დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტი ამიერიდან არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის ქართული ოცნების თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, ისევე როგორც ახლად დანიშნულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდეს საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს. ევროპარლამენტარები განაგრძობენ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობას და მოუწოდებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას მიიწვიოს იგი ქვეყნის წარმომადგენლად ევროპული საბჭოს და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მომავალ შეხვედრებზე. საქართველოს შესახებ მიღებულ მე-6 რეზოლუციაში გაფართოებულია იმ პირების სიაც, რომელზე სანქციების დაწესებასაც მოითხოვს ევროპარლამენტი. რეზოლუციის მიღების შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ კომუნიკეში ვკითხულობთ. სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც საქართველოს პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში ჩააგდო, ქვეყანაში მასობრივი მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო. ამას მოჰყვა ძალადობრივი და რეპრესიული დარბევა პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. შედეგად ევროპარლამენტარებს სურთ, რომ საბჭომ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე. მათ შორის არიან გამოჩენილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლეები და დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიის წარმომადგენლები.